მეგობრებმა აჩვენეს თავისი იარაღის სურათები, მეც გამიჩნდა სურვილი გაჩვენოთ სადმაკ შენახული. ეს არის ჩემი იარაღის არსენალის საწყობი, სეიფი, რომელიც ჩაკეტილი მაქვს, გავსებულია ტყვია წამალით და ჩემს მეტმა არავინ არ იცის სად არის გასაღები ამ სეიფისა. ახლა გაჩვენებთ ჩემს იარაღებს. დავიწყოთ მარტივიდან. ვინჩესტერის პნევმატიკა, წერტილი 177 კალიბრი, იგივე 4.5 მიათედი კალიბრი, ძალიან ძლიერი თოფია. ეს საშინელებაა. ეს არის AK-47. ეს გახლავთ პომპა რემინგტონის ექსპრესი. ეს გახლავთ რემინგტონის 597 გეკოს რო ვეძახით, короче, თავისივე ოპტიკით. ეს არის სევიჯის 111 საიუბილეო გამოშვება. ამ იარაღით მე ძალიან ბევრი ვისიამოვნე. და გახლავთ კიდევ ბრაუნინგის ლაიტნინგი. ანტიკვარი თოფია. ეს ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც იყო ამერიკის მსროლელთა გუნდის წევრი. ნაგერ არის მისი ემბლემაც. გავაპრიალე ჩემებურად, მივხედე და დავაყენე როგორიც უნდა იყოს. ახლა გაჩვენებთ კიდევ გამეცინა ახლა მეგობარმა დაწერა რომ სპინინგებიც იარაღებში შედისო და გაჩვენებთ ახლა. 14 წალი მაქვს. ქონდა 20, 6 წალი დონეიშენი როგორ რა ვთქვა. ჩავაბარე ახალგაზრდების კლუბში და უფასოდ რა თქმა უნდა. ეს ტელესკოპურია. აქეთ მარცხნი რომელიც არის ეს მეორე და მესამე წავა საქართველოში. ერთი გურულოსია, მეორე ავთანდილა და რახველიძის. ეს მეოთხე არის ბასისთვის. მედიუმია. აი ეს პატარა რომ არის. ეგ იყო ჩემი პირველი სპინინგი, როცა აქ ჩამოვედი. არ მქონდა საშუალება და ყველაზე იაფიანი ვიყიდე მაშინ. $14 გადავიხადე კომბოში. ეს მიჩელი გარაჟ სეილზე ვიყიდე. ეს კიდევ მასტერის ძლიერი ჯოხია. აი ამით იმყავს დაჭერილი ის დიდი ორაგული სურათებზე რომ იდევს. აი ეს ჩემი 4 დამჩენი. ერთი არის სილაილო ოკუმასი, მერე ნორთვესტერნის სპეციალურად ჩვენთვის, ვინც ჩრდილო-დასავლეთში ვცხოვრობთ, იმათთვის გამოუშვეს ესეთი ჯოხები და 2 ცალი არის ლამიგლასის ჯოხი. ორზე ამათგან მიყენია ოკუმას 10+1 კოჭები და ორზე მიყენია ფლუგერის კოჭები. მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. აი ეს ჯოხი კიდევ მაიკროსპინი რომ არის. ულტრალაითია და შიმანოს სიენა დაუყენე 1000-იანი სერიის მაგარი რამია რა. აი ამას კიდე ბოლოში ესეც ოკუმა არის და აი ამ კოჭას ვერაფერი ვერ გავუგე მე. ძალიან ძვირი გადავიხადე ამ ჯოხშიც და ამ კოჭაშიც. მაგრამ ვერ გავკაჩე რა, короче, გავჭედე. ამ კოჭით მე ვერაფრით ვერ ვითევზავე. ეს დაივა არის ოკუმას 4 როგორ რა ვთქვა ქართულად. მიჭირს უკვე. საკისარი, ხო, 4 საკისარი აქვს და ძალიან კარგად მუშაობს. მოკლედ ესეც რაღაცა ნაწილი ჩემი აღჭურვილობისა. იმ სეიფებს აღარ გავაღებ,
სავსე არის კოჭებით და ძუებით. ასე რომ ამითი დავკმაყოფილდეთ ამჯერად. დროებით